რას მიიჩნევს ზესტაფონის მოსახლეობა პრიორიტეტად და რის მოგვარებას თხოვენ ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რომლებიც 4 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებას გადაიბარებენ. ქუჩაში შემთხვევითობის პრინციპით გამოკითხული მოქალაქეები არაერთ გამოწვევაზე საუბრობენ. სოფლელი კაცი ვარ და სოფელში ბევრი პრობლემა არის. დასარიელდა სოფლები. ხალხი გარბის, საარსებო წყარო ცოტა არის. ამჯობეს იქნება რომ მიექცეს სოფელს ყურადღება. ახლა გზები და ეს გეიყვანეს, მაგრამ ეგ უფრო ადრე უნდა გაკეთებულიყო. უფრო ადრე იყო საჭირო. თუ ხალხი დამაგრებული იყო ადგილზე. მოხუცები რჩევით სოფლებში, ახალგაზრდები აღარ ჩერდებიან, გარბიან. ნუ საარსებოს ვერ ხედავენ. სადაც ხედავენ საარსებოს, მიწევენ იქ. სორია. მცველობის წარმომადგენლების მე არაფერი არ მწამს. ისე როგორც ამ ხელისუფლების საერთოდ არაფერი არ მწამს და პრობლემები იმდენია, მაგას ჩვენი დრო არ ეყოფა. პრობლემები ახლა პირველ რიგში საქართველოს აქვს, სახელმწიფოებრივი პრობლემაა. ჩვენ კარგავთ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, სუვერენიტეტს და უბრუნდებით თითქმის საბჭოთა კავშირში ვართ უკვე დაბრუნებული. მე თბილისიდან ვარ და არგვეთაში გზაა პირველ რიგში. გზა რომ მოაგვარო. წყალი გზა. არის მოუგვარებელი. 1000 პრობლემა არის, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ. გზები, ახლა იმაზე პირადულზე ხო ზედმეტია ლაპარაკი და მეტად გზებს გააკეთებდნენ, სკვერებს მიხედავდნენ და 1000 რამეა მოსაგვარებელი. მე მინდა რომ ქალაქი იყოს ძალიან ლამაზი. გამბეური პრობლემაა ზესტაფონის მოსაგვარებელი. მგონი უფრო ტრანსპორტის. ანუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყავთ? დიახ. უპირველეს ყოვლისა მივულოცავ ჩვენს მერს რა პოზიციას დაიკავა და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მას უყვარს ზესტაფონი, უყვარს ზესტაფონელები და ყველა ის პრობლემა რაც დგას ამ ქალაქის წინაშე კარგად იცნობს, რამდენადაც მე მას მოვუსვინე წინა საარჩევნო პერიოდში და ყველაფერს ისე შეავლებს ხელს, როგორც ჩვენს გვინდა ჩვეულებრივ მოქალაქეებს.